3 თვის წინ მე მოვიწვიე 14 კანდიდატი, რომელთაგან ყველაზე ძლიერი საბოლოოდ საქართველოს ბანკის სტრატეგიული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. თამაშის წესების მიხედვით 14-ვე კანდიდატს ერთ სახლში უნდა ეცხოვრა. სახლში შესვლისთანავე კანდიდატები ორ გუნდად გაიყო. ბიჭები გოგონების წინააღმდეგ. ბიჭებმა საკუთარ გუნდს ჩემები. რამდენისგან ხელი აწეს. გოგონებმა კი ფესტინა ლენტა დააყენეს. საბოლოოდ კი ჩვენ მაგდან ყველაზე სუსტ მემშვიდობებულით. პირველ კვირაში გუნდებს ვერნიანოს ყავის გაყიდვა დაევალა. ბიჭებმა რუსთაველის ქუჩა და ცვალებადი ფასი აირჩიეს. გოგონებმა კი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია და ფიქსირებული ფასი, რაც ფესტინა ლენტის დამარცხების მიზეზი აღმოჩნდა. გუნდის მენეჯერმა კაბინეტში ქეთი და მარინა დაიტოვა. ქეთიმ თავის პასიურობა ახალ გარემოში ძნელად ადაპტაციით ახსნა, რის გამოც მას დაუშვა. ჩვენი წოლებული ვარ დაგეშტობა. ნახოთ. შემდეგი დავალების მიხედვით გუნდებმა კომპანია გრინეტის პროდუქციის რეკლამა გადაიღო. იყიდეთ iPod-ი. iPod-ი ადგილზე მიტანით, iPod-ი 6-წლიანი გარანტიით. ფესტინა ლენტის მიერ გაკეთებული სარეკლამო რგოლით მეტი პროდუქტი გაიყიდა, აქედან გამომდინარე ჩემები დამარცხდნენ. დავალების შესრულების პერიოდში ნოდარი თავის მას შეხვდა, რაც თამაშის წესებით დაუშვებელი იყო. ეს ფაქტი ბორდრუმში მენეჯერმა გააჩვენა. ამ შეცდომის გამო ჩვენ მაგას დაავშტებდა. მომდევნო ტურში კანდიდატებს ორი ინგლისური ჩაის სახლი დაეთმოთ და მათ რეკლამის საშუალებით უნდა მოეზიდათ კლიენტები და მიეღოთ მაქსიმალური შემოსავალი ერთი საღამოს მანძილზე. ეს არის ბრიტანული, ეგრეთ წოდებული პასკა, როგორც ნამდვილად ბრიტანეთიდან. ფესტინა ლენტემ ნავაჭრით ჩემებს აჯობა. გუნდმა ჩათვალა, რომ ნიკამ საკუთარ თავზე აღებულ ფუნქციას თავი ვერ გააკეთა, რის გამოც მას დაამშვიდობენ. თუმცა ზედმეტი დელეგირების გამო ნიკასთან ერთად პროექტიდან წასვლა ნიშასაც, ანუ გუნდის მენეჯერს მოუწია. გუნდებს შორის მონაწილეთა რაოდენობის დასაბალანსებლად მარინა ჩემებში გადავიდა. კანდიდატებს სავაჭრო ქსელ პოპულის ორი სუპერმარკეტი დაეთმო. აპოლში. თქვენ შეგიძლიათ მოგზანდეთ და პროდუქცია იყიდოთ თუნდაც თქვენ. გამარჯვებული გუნდის შემოსავლის მიხედვით გამოვლინდა. ჩემებმა ფესტინა ლენტაზე სამჯერ მეტი შემოსავალი მიიღო. რის გამოც ბორდრუმში მარი, მანანა და ალექსანდრა აღმოჩნდა. გუნდის საგების მიზეზად მენეჯერის არასწორი სტრატეგია დასახელდა. ეს იმდენად უხეშ შეცდომად მიმაჩნია მარი, რომ უნდა გითხრა ნახვამდის. შემდეგ დავალებაზე გუნდებს სადაზღვევო კომპანია BCI-ის ახალი სადაზღვევო პაკეტის სარეკლამო აქციის ჩატარება დაევალათ. ვიცით რა არის ჩემები? ორივე გუნდის აქციას BCI-ის ფოკუს ჯგუფი აკვირდებოდა. სწორედ მათი შეფასების საფუძველზე გამარჯვებული გუნდა ჩემები გამოვიდა. ბორდრუმში მენეჯერმა გიორგი და მასასო დაიტოვა. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო ჩვენ გიორგის დაავშთებდა. მომდევნო ტურში გუნდებს დაევალათ თელიანი ველის ორი ახალი ბრენდის პრეზენტაცია გაკეთდა. გაყიდვის დროს არასწორად გაფორმებულმა კონტრაქტებმა გაუგებრობა გამოიწვია. რამდენიმე გაუქმებული ნავაჭრის გამო ამ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ყაიმი გამოცხადდა. გუნდებს იმ პირობით დაამშვიდობეთ, რომ შემდეგ ტურში ორი კანდიდატი გადავიდა პროექტს. შემდეგ კვირაში გუნდებს სხვადასხვა დაწესებულებაში ჯორჯ ანკარდის პოსტტერმინალების დაყენება დაევალა. ჩემებმა ფესტინა ლენტაზე 3 ქულით მეტი დააგროვა. იმის გამო, რომ წინა ბორდრუმზე არც ერთ მოთამაშეს არ დაუტოვებია პროექტი, ამჯერად ორ კანდიდატთან მონაცია დააშორდა. დავალებების გათვალისწინებით და გამორიცხვის მეთოდით სანდრას და მარინას დაამშვიდობენ. მორიგ ტურში ორივე გუნდს დავალებული ჰქონდა 1000 ლარიანი ბიუჯეტი მაქსიმალურად გაეზარდა. ამისათვის მათ სული თავისუფლება მიენიჭათ. ორივე გუნდმა გადაწყვიტა, რომ ბიუჯეტი ქუჩის PR აქციების საშუალებით გაეზარდა. საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ფესტინა ლენტემ, რომელმაც 2000 ლარის შეგროვება შეძლო. ხოლო ჩემებმა 200 ლარით ნაკლები დააგროვეს.
რამდენიმე ტურის განმავლობაში სხვა მოთამაშეების მიერ ყველაზე სუსტ მოთამაშედ მან ანასახელდებოდა. უკვე მე რამდენი ტურია შენთან აგუნდელებში საოცარი ეცლონება. ეხლაც პრინციპში დაახლოებით იგივე მოხდება. ამჯერად შენ უნდა გემშვიდობოთ შენ ნახვამდის. მომდევნო კვირას გუნდებს ტურისტული სააგენტოს ინტერტურის სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღება დაევალა. Festina Lentem ორიენტაცია გრაფიკულ სტილზე აიღო. ჩემებმა კი სიუჟეტური რგოლი გადაიღეს. ორივე გუნდის მიერ შექმნილი სარეკლამო რგოლი ფოკუს ჯგუფმა შეაფასა. ჯგუფმა Festina Lentes სარეკლამო რგოლი უფრო სრულყოფილად მიიჩნია, რის გამოც კაბინეტში უჩა და სოსო აღმოჩნდა. შენ თქვი რომ სეილებში ხარ ძლიერი. მაგრამ აი ბოლო 10 წუთის მანძილზე შენი თავი ვერ გაყიდე ისე კარგად როგორც უჩემ გაყიდე. ესეც სეილია. ძალიან ძნელი არჩევანია, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გითხრა ნახვამდის. კანდიდატებს შემდეგ დავალება აუქციონის ჩატარება დაემუქრა. აუქციონი მათ ცნობილ ადამიანებთან ერთად ჩაატარეს. კანდიდატებმა მათთან ერთად მოიფიქრეს აუქციონზე გასატანი ლოტების სახეობა. აუქციონზე გადამილი 8 ლოტიდან ჩემებმა 8-ვე გაყიდეს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ვახშამი პრეზიდენტთან ერთად, რომელიც 11,200 ლარად გაიყიდა. Festina Lentes შემთხვევაში 7 გადამილი ლოტიდან მხოლოდ 5 გაიყიდა. ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი 5,500 ლარი ღირდა. აუქციონის მთლიანი თანხა ფონდ პირველ ნაბიჯში გადაირიცხა, სადაც მზრუნველობა მოკლებული უნდა შეზღუდული ბავშვები გადიან რეაბილიტაციაზე. საბოლოო ჯამში ჩემების შემოსავალმა ორჯერ მეტი შეადგინა, რის გამოც ბორდრუმში მასასწორად აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატი საკმაოდ ძლიერი იყო, სტრატეგიული პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე უფრო შესაფერისად მაცას მიიჩნია, რის გამოც თეასთან დამშტოება მომიწია. ნახევარფინალში 3 კანდიდატი დარჩა. 2 ფინალისტის გამოსავლენად მათ ბიზნესში წარმატებულ ადამიანებთან გასაუბრება გაიარეს. როცა საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ხარ, რაღაც მაგას უკვე ეფექტების აქვს, ხო მე ესე ვიცი. თავდაჯერებულობა არ ნიშნავს იმას, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს შესაბამისად არ უშვებ. კაი რეაქცია და ჩემი ძლიერი მხარეებით დავიწყოთ, მაშინ ძლიერი მხარე ის მაქვს, რომ პრაქტიკულად ის ტემპი, რომელიც საქართველოს განსაზღვრავს. გასაუბრების შედეგად გამოვლინდა თითოეული კანდიდატის სუსტი და ძლიერი მხარეები. აღინიშნა, რომ დარჩენილი კანდიდატები სხვადასხვა სფეროებში არიან ძლიერები. ამ თანამდებობისთვის კი ყველაზე შესაფერისად სამივე ინტერვიუერმა ლუკა დაასახა. ბორდრუმში დისკუსიის შედეგად აღინიშნა მასაცოს არაგუნდურება, თუმცა მე ჩავთვალე, რომ უჩას ზედმეტი თვით დაჯერებულობა აღნიშნული თანამდებობისთვის უფრო შეუპირებელია და ამიტომ მას დაამშვიდობა. აი ამ ძალიან გამოცდილი გამოცდილების დახმარების და რჩევის შედეგად ჩვენ ნახევარფინალში შენ გემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობთ კარგი თამაშისთვის და იმედია გიხილოთ მომავალში. მადლობთ კარგი გასატარებლით. თქვენ გილოცავთ პირველ რიგში ფინალში გასვლას. რაც შეეხება ფინალის დავალებას, ფინალში თქვენ სათითაოდ მოგიწევთ ერთი კონკრეტული ღონისძიების მთლიანად აწყობა, მართვა და გამართვა, ასე ვთქვათ რა. ერთ-ერთი ღონისძიება ეს არის კომპანია Axis Towers-ის ასე ვთქვათ პროექტის პრეზენტაციის მოწყობა. მეორე შემთხვევაში ეს არის M ჯგუფის ახალი სასტუმროს, ძალიან კარგი საინტერესო სასტუმროს გახსნის ცერემონიალი და შესაბამისად პრეზენტაცია. და იმისათვის რომ თქვენ ასე ვთქვათ სათამაშო გუნდები გქონდეთ, აი ამ დავალების შესასრულებლად, აი ახლა აქვე ადგილზე უნდა აირჩიოთ 3 წევრი. ნუ ხო არჩევანი არ არის, თქვა დავიწყოთ მაცაცოსგან. ერთი ადამიანი დაასახელი, ვინ შენ გუნდში გინდა რომ იყოს. უჩა. შენ გითხარი ერთი ადამიანი. ჩვენ ჩავიწერთ. 3 ადამიანი. სულ 3 იქნება. ცოტა ხანი შეიძლება ვფიქრი? არა, არ შეიძლება ვფიქრი.
ну ცოტა ხარ ახლა რამდენიმე წამი შეიძლება, მაგრამ აი აქ ადგილზე აი კრიტიკული გაწყვეტილება და მარი ბანძელაძე. მარი ბანძელაძე. თეა შენგელია მე. თეა შენგელია. მარინა ნიკოლაიშვილი. მარინა ნიკოლაიშვილი. სასა. ну да, ნიშნით. კეთილი. აბა ფინალამდე მაშინ. ჯერჯერობით. ფინალში ჩემს თამაშს და დაბრუნებას მონაწილეების დასახმარებლად ნამდვილად ველოდებოდი, განსაკუთრებით მათ შემდეგ, რაც გაირკვა ვინ იყო ფინალისტები. მოვხდი ლუკასთან. ძალიან მიხარია. პრინციპში რომ ერთ-ერთი მოთამაშე ფინალისტი რო ამირჩევდა კანდიდატით, ამის იმედი მქონდა. მაგრამ ეგ ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ მათაც ამირჩია და არა ლუკამ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზე არის დამოკიდებული და შევეცდები, რომ იმ გუნდში, სადაც ვარ, იმ გუნდმა გაიმარჯვოს და ამისათვის გავაკეთე მაქსიმალურად. ჩვენ გვინდა რომ გააკეთოთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის Axis Towers-ი, რომელიც არის A-კლასის ბიზნეს ცენტრი. მიზანი არის იმ ფართო აუდიტორიისთვის ხმის მიწვენა. ანუ ჩვენ გვინდა რეალური განსხვავება დავანახოთ პოტენციურ მომხმარებელს თვითონ. ეს ხალხი უნდა რაღაცნაირად მათი ყურადღება უნდა მიიპყროს და მასმერაც ამას მოახერხებთ, უკვე უნდა მიაწოდოთ
ის უპირატესობები, რა უპირატესობებიც გააჩნია ამ პროექტს კონკურენტებთან მიმართებაში. უპირატესობები აშკარაა, ამ უპირატესობების გამოვლენაში ჩვენ ნამდვილად დაგიდგებით გვერდში და დაგეხმარებით. ჩვენ მოგაწვდით პოტენციურ სიას, ჩვენი პოტენციური კლიენტების სიას, მაგრამ ეს არ არის დოგმა, რა თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ, შეგიძლიათ ამოაკლოთ ეს თქვენი გადასაწყვეტია. რა ღირებულების არის პროექტი? პროექტი არის 35 მილიონიანი, ეს რაც ჯდება. და მეორე კითხვა ეს ჩემი აზრით როდის მთავრდება ეს ყველაფერი გეგმით როდის არის გათვალისწინებული? გეგმის მიხედვით სადღაც 2 წელიწად ნახევარში ეს ჩვენი პროექტი უნდა ჩაბარდეს სრულად. 2009 წლისთვის უნდა იყოს. ამ ეტაპზე ხო დამიჯერეთ რომ უფრო სწორედ დამართებული იქნება რომ ყურადღება გავამახვილოთ უფრო აი რაღაც ამის შემოქმედებით მხარეზე და არა ციფრებზე, რომელიც დღეს ცოტა შეიძლება სხვანაირად ჩანდეს. აქსისის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად პრინციპში ზოგადი ინფორმაცია მივიღეთ და ასევე მეტნაკლებად გავარკვიეთ ისიც თუ ვინ უნდა დავაპატიჟოთ და ვისთვის კეთდება ეს პრეზენტაცია. მთავარია რომ პრეზენტაცია არ იყოს მოსაწყენი. ისიც გავარკვიეთ კიდევ რომ აი მაქსიმალურად კრეატიული და მაქსიმალურად შემოქმედებითი უნდა იყოს თქვა ვიდრე უფრო მარკეტინგულად სწორედ გათვლილი რა. იმ დროში შეიძლება საერთოდ დაიწყოს. ამიტომაც შეხვედრა დიდი მადლობა. მე ვარ დავით ნათაძე, სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფის მმართველი დირექტორი, M ჯგუფის მმართველი დირექტორი. სასტუმროს შესახებ გეტყვით თუ გინდა ორივე სიტყვით, მე რაღაც შეკითხვები გაგისწრებათ ალბათ და თქვენთან დამესვით რა. ესე იგი, პირველ რიგში გინდა სასტუმროს სახელი შეირჩეს და მოიფიქროთ სასტუმროს სახელი, თავის ლოგო, სასტუმროს ლოგო. ანუ გვინდა დაპატიჟოთ ხალხი და გავაკეთოთ სასტუმროს პრეზენტაცია. უნდა დაიბეჭოს ალბათ მოსაწვევი ბარათები პრეზენტაციისთვის, ვიზიტკები და ბუკლეტები რაღაც სახის, ასე დარიგდება და უნდა შევიკვეთოთ ბანკეტი, თუ როგორი ფურშეტი უნდა გაკეთდეს, რა უნდა გაკეთდეს, ეგ შეგიძლიათ პირდაპირ M ჯგუფში შევუკვეთოთ. სტუმრებიდან მთავრობის წარმომადგენლები რო იყვნენ, თქვა თქვენ ხო არ არის პრობლემა? არანაირი პრობლემა არ არის, კი ბატონო. შეგიძლიათ პრეზიდენტის დაპატიჟოთ, არ შერცხოვით, ეს სასტუმრო იქნება. ვაპირებთ, არის გეგმაში. საკმაოდ ესეთი სასტუმროა რა, სოლიდური სასტუმრო იქნება. რამდენი ვარსკვლავია? დაახლოებით ეს ვარსკვლავები რომ მივიცეთ, 4 ვარსკვლავი იქნება, კი. ეს თვითონ პრეზენტაციას განსაკუთრებულის არ აქვს არაფერი, ხო? აი, პრეზენტაცია გვინდა რომ იყოს რაღაც პროლოგი, ხალხს დაამახსოვრდეს. თვითონ პრეზენტაციის არ ვიცი ეს. რამე გრანდიოზი, აი პომპეზური გინდათ, ასე ვთქვათ, განახლებით ფიქრობთ 150 ადამიანიდან 200 ადამიანამდე ვთქვათ გაკეთდეს ეს ფურშეტი, ესე ვთქვათ. და ნუ ალბათ ფეიერვერკი, რაც დაამახსოვრდებას, რაღაც ორკესტრი იქნება თუ რა. ჩვენ VIP სტუმრების სიას კლიენტებს არ ვეძახით, ჩვენ სტუმრებს ვეძახით. ხო, სტუმრების სიას მოგცემთ აუცილებლად და იმათი დაპატიჟება ალბათ ჩვენი მოთხოვნა იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის VIP სტუმრებს ვეპატიჟებით ხოლმე ყოველთვის გახსნათ, რაც წავსმათ. დრო რომელსაც დაიწყოთ გახსნა რაღაცა? ალბათ უფრო საღამოს 7 რა, დაახლოებით რომ რაღაც ჩემი აზრით ეს ყველაფერი ის უნდა გაკეთდეს, რომ ფეიერვერკიც იყოს, ხო ალბათ, ფეიერვერკს ღამე უნდა, დღე ვერ გავუშვით. ამიტომ საღამოსკენ უნდა წავიდეს, რომ 2 საათში ფეიერვერკმა სადღაც აი როისთვის ცხადს. ალბათ. არ დიდი მადლობა და მაშინ სასტუმრო დავათვალიეროთ. როგორ ახართ? გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. ეს არის იმპროვიზირებული კაფე. კალბოქსი შევხვდით აქსისის თანამშრომლებს, მარკეტინგის სამსახურის და რეკლამის სამსახურის უფროს. ვიდეოს გავაცანით ეს ჩვენი ვარიანტები, ჩვენ რას ფიქრობდით, რა მიმართულებით ფიქრობდით, რომელი ადგილები ვნახეთ.
და უბრალოდ გვაინტერესებდა საითკენ იხრებოდნენ, ან მათი წარმოდგენა რა იყო. გვაქვს ორი ვარიანტი და იმ ორი ვარიანტიდან რომელიც გვინდა, იქიდან ერთ-ერთი რო აარჩიოთ რა. ღიაცის ქვეშ თუ დახურული დავიწყოთ ესე. ვფიქრობ, რომ უფრო დახურულში ჯობია ამჯერად. გასაგებია, ესე იგი დახურულში და არა. შეიძლება რომ აი დახურული და ღია ესაც იყოს. ხო, აი ეგ არის კომპლექსურად იყვნენ. ადამიანების რაოდენობას ვფიქრობთ 100-დან 150 კაცამდე. თუ მოვიდა 100 ადამიანი არის იდეალური, მაგრამ დავაპატიჟებთ ალბათ 200. ხო და კიდე გვინდა ის რა, კლასიკური ორკესტრი გვინდა, სკრიპკა და ასე შემდეგ, რომელიც შავი თეთრში ან შეიძლება მაინც და მაინც ყვითელი ბანტიკები გავაკეთებინოთ თუ რაღაცა. რომელიც ერთ-ერთ რაღაცის ტერასაზე მუდმივად წყნარ მუსიკას დავყავთ. ნუ შადრევანის ეფექტიც ძალიან ნორმალურია, მაგ მხრივ და იმიტომ არის ნაწილობრივი ეზო. აბსოლუტურ სიჩუმეში პანტომიმის მსახიობები მოძრაობებით განასახიერებენ რაღაცა სასაცილოს. ფუშეტი თქვა იქნება, ხო? იქნება. გარეთ თუ შიგნით? იცი რა არის? მე ვფიქრი რომ შიგნით. შიგნით იქნება, მაგრამ ოღონდ შუშებში არის ეს გახსნილი, ხო რა და ანუ აი მაგიდები ეს ფუშეტის ჩანს შუშის მიღმაც. მოსაწვევებიც ხო არ ქონიათ, რომელიც უკვე იცით როგორები მიდის. ანუ დიზაინი გაუკეთებიათ. ყოველთვის, ხო? და ამ ჯერზე ბუნებრივია არა გაქვთ. всё, მადლობა. მას შემდეგ რაც აქსისის წარმომადგენლებთან მქონდა მოლაპარაკება, პირველ რიგში ჩვენ ფიქრი დავიწყეთ თუ სად განგვეხორციელებინა ეს პრეზენტაცია და ისია რაც გაგვაჩნდა და მოვიარეთ ადგილები, არჩევანი გავაკეთეთ კუსპის ტერიტორიაზე, ეს არის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის სახლი. შემდეგ შეხვედრა მქონდა მსახიობებთან, პანტომიმის მსახიობებთან. ჩვენ გავფიქრობთ რაღაცა ხატყოლად რომ დაიდგეს აი პანტომიმის თეატრის მიმართ რაღაც შესაბამისად, რაც არის მშენებლობასთან ან სიმაღლესთან დაკავშირებული ისე. ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ანუ ეს რაღაცებს ვაკეთებ და ვიკეთები რა ეს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და შევთავაზეთ. მსახიობების გარდა შევხვდით უამრავ ხალხს. შევუთანხმდით ორკესტრს, შევუკვეთეთ ტორტი, გარდა ამისა მოვაგვარეთ ფუშეტის საკითხი. ესეღანა. დაწერეს. მოდასხდეთ. როგორც ვიტყვით, თქვენ ალე ფუშეტის ორგანიზებაში დაგვეხმარებით. ჩვენ ვარაუდობთ 150 ადამიანს, თუმცა ამდენი არ მოვა ცოტა ნაკლები. ჩვენ ყავს ჩვენი პარტნიორი კომპანია ჯორჯია ისთან ერთად ვაკეთებთ. ჩვენ ძირითადი ფუნქცია ყოველთვის მოვაწერთ არის რომ კარგით, მაშინ ძალიან დიდი მადლობა. ეს ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, პრეზენტაცია ძალიან კარგი გამოვიდეს. აი აქ რა. აი მიტა რომ თავდება, მიდი. როცა შემოსასვლელში შემოვა, სტუმარი და ამოვა, იმ ხარეს იქ უნდა დახსნეს ესე welcome ყვავილებით გაკეთებული. და ახლა უშუალოდ თოკებ მოვიტანეთ, რომ ზუსტად დაგვეცოლა რამდენი ყვავილი წავიდო და რამდენი და გვეყიდე. ყვავილებს შორის აი დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი სიმწვანე რო ჩანდეს, ხო კაი იქნება. ხო, ერთმანეთს არ ეხებოდეს ყვავილები ჯობია. თეორ დეტალს განსაკუთრებით ამოწევთ ეს მთლიანი ერთი ეფექტის მოსახდენად და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეფექტი ეს ფეიერვერკი იქნება. ფეიერვერკიც უნდა გავარკვევთ. ბუშტი თუ მოვასწრებთ, ბუშტებიც უნდა გავარკვევთ რა, იმდენად აუცილებელი არ არის. შევხვდით ფეიერვერკების მომწყობ კომპანიას, ანუ ვისაც შეუძლია რომ გაგვიკეთოს და ნუ მათ განაცხადეს, რომ საკმაოდ ძვირია ეს ყველაფერი და ნუ როგორც ნახეთ, მარტო ის რიცი გაკეთებაც ჩვენ გვინდოდა $1000 დაჯდება მინიმუმ. ეს ძნელად განათება ეზო უკვე ცხასაც რომ ეს რაც ეფექტი იყოს. ეს გვინდა როგორც ფეიერვერკისავით პირველი ბუშტები გვინდოდა გაგვიკეთებინა აუზის თავზე და სხვა კომპანიას უნდა დავკავშირებოდეთ და ამათ მოგვითხრეს რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. იგივე ფასები შემოგთავაზეთ და ნუ სავარაუდოდ არა მათ ვთხოვთ ამ ბუშტების გაკეთებასაც. გავყვეთლიანად. ხო. ეს ერთი ვარიანტი რა და დახვეწაზე ბოლოს ვიმუშავოთ ეს იჯობია რა. იმიტომ რომ შეიძლება ხალხს უფრო უკეთესი ამოწურდეს და ძალიან რო არ გადავუხდით. სასტუმროდან გადავინაცვლეთ M ჯგუფში, სადაც შევხვდით M ჯგუფის პრეზიდენტს, მენეჯერს და ასევე ერთ-ერთ кетерингის წარმომადგენელს. Специальный открытие красной ленточкой здесь на центральном входе. Что касается ленточки здесь на лестнице, нужна ли она? Или, может быть, все-таки дать возможность гостям
подняться наверх, не ставить здесь красную ленту. Но с другой стороны, если здесь не будет красной ленты, мы избежим того, что когда позовем всех, все 150 человек захотят войти в гостиницу вот, вместе, понимаешь? А у нас не рассчитано там место для 150 человек, которые вместе зайдут на официальное открытие. Торт утвержден, у нас утвержден бочка, бутылка. საბოლოოდ შევათანხმეთ ის სიუჟეტი, რაც უნდა განვითარდეს და რაც უნდა იყოს რეალურად ბოლოს რა გვინდა რომ გამოვიდეს ამ პრეზენტაციაზე. არა, ნუ 12. ეს არის ინგლისური ვარიანტი. ეს სახით არის. მოსაწვევები, რომელიც შევუკვეთეთ დიზაინით და დაბეჭდილ მოსაწვევები ძალიან აღფრთოვანით, ძალიან მოგვეწონა და როგორც კი გადმოგვეცა ეს მოსაწვევები, ეგრევე გავიჭერით, ასე ვთქვათ, ხალხში დასამად დასარიგებლად. გამარჯობათ. ხეა. Axis Towers Axis-ი აწყობს პრეზენტაციას. ჩვენ დავარიგეთ დაახლოებით 180 მოსაწვევი და ვიქირავეთ კომპანია, რომელიც იყო დაკავებული ამ საქმით და შესაბამისად მათ მივანდეთ ამის გაკეთება, თუმცა რამდენიმე VIP კლიენტს ჩვენ თვითონ მივუტანეთ მოსაწვევას. აკეთებთ Axis Towers-ის პრეზენტაციას და პატიჟებთ ყველა დიდ ორგანიზაციას, ასევე თქვენ და ძალიან მოხარული ვიქნებით თუ მოგზანდებით, ეს არის მოსაწვევი. გამარჯობათ. მოდარი. ეს სასტუმროს პრეზენტაცია ეწყობა პარასკევს საღამოს და თქვენ კომპანიის სახელზეა 4 მოსაწვევი და თქვენ გადმოგცემთ და გელოდებით საღამოს პარასკევს. გაგაზრდეთ. ეს მოსაწვევები დაბეჭდილი იყო სადღაც 300. აქედან ნახევარი სადღაც დაარიგეთ, თუ დავიქირავეთ სპეციალური ხალხი, რომელმაც დაარიგეს ეს მოსაწვევები და ნახევარი მე დავარიგე. გამარჯობათ ბატონო. ეს მოსწვევი მოვიტანე. 10 წელი არის და სახელებით არ არის მითითებული და თქვენ თვითონ გადაანაწილებთ. კი, მე საბოლოო ჯამში დავაპატიჟეთ, ანუ მოსაწვევი გადავეთით 300 ადამიანს და სავარაუდოდ უმრავლესობა მათგანი მოვა. ეხა მაგიდებს სადაც შეგნა. აი ეს ადამიანები მეუბნებიან მუშებს არ ყავენ. ეხა აი მე მოვა. საათზე ადრეაზე. 6 საათზე დავიწყეთ მეკითხება Axis-ის ხალხმა რაღაცა პირობებით ხალხ შევეცვლები. პრეზენტაციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე მოვიდა ბატონი რამაზი და დააზუსტა, ასე ვთქვათ, პრეზენტაციის დეტალები ჩემთანაც და ჩემ გუნდელებთანაც. ადგილებს ვერია. ახლა ეს მაგობა.
მე კი აგვიანებდი, ვინც აგვიანებს ყველას. ესე გეხარებია? მე ყოფილი კოლეგები. რაღაც სანთრები როა ჩასარჭობები და ისინი შუშხონები. ოკეი. კარგით, მაშინ კიდევ ორი ბიჭი ვინ დავიხმარო? განწყობა ქონდა სამუშაოდ, ძალიან დიდი შემართებით, ყველაფერი ჩვენი გავაკეთეთ პრაქტიკულად, დეკორაცია თუ განლაგება ყველაფრის და ერთადერთი ფურშეტის დაქირავებული ფურშეტის ადამიანებმა მაგიდების მორთვა მივანდეთ, ასე ვთქვათ, რა დანარჩენი იყო ყველაფერი ჩვენი. სოს გამოვში რა ჩემთან ვინო მომაქვს. სამხედრო არ იყოს და პაუზა იმისთვის რომ უნდა გაიყორნოს კონფლიქტის ოჯახი. ეს რო ჩაერთვება ეს ისა ფერვერკი მაგრამ ჩვენ წავიდეთ და დავდგეთ რაღაც პოზებში გარკვეული 2 წუთი სცენაზე ანუ ფეივერკის დროს თქვენ დგებით სცენაზე ჩვენ ვადგება იქით გადავა და სცენაზე სხვაც ისე არ გამოჩნდება აჰა ჩვენთან იყო მოსული მაკა, რომელსაც შეამოწმა პრეზენტაციის, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოები და დაგვტოვა და მე მგონი საკმაოდ კმაყოფილი იყო. იქაც კამებია გაკეთებული, ეხლა მთავრობა ეს. ხო, მაგას ვიზობია. და იქ ეკეთება ტელესკოპი. და ზემოთ, აი იქ არავინ არ არის. გაუშვით აბა ერთ ამის. არა, რაღაც ისინი ზემოთ. ხო, რაღაც ნუ აძე. ხო, რაღაც ამ დაგვაქვს. ხო რა. ავე. მოდია დავიწყოთ, იმიტომ რომ 6 საათი გახდა და რაღაც ნელი შემყვანი რომ დავიწყოთ ჯერჯერობით. ყოფილი ვარ სტუმრებით. ის კომპანია, ვინც არიგებდა მოსაწვევებს, რაღაცა არ ვარ ყოფილი, როგორ დაარიგეს მათ მოსაწვევები. ამ ხრივ ვარ ძალიან უკმაყოფილო და შედეგიც ახეზია, იმიტომ რომ ხალხი მოვიდა მესამედი იმისი, ვინც იყო დაპატიჟებული. პანტომიმის წარმოდგენა იყო ძალიან კარგი, იყო იმაზე უკეთესი ვიდრე ჩვენ მოველოდით. მათ განასახიერეს როგორც Towers-ის შენობა, ასევე იყვნენ აქციის სფერებში გადაწყვეტილნი და ხალხსაც ძალიან მოეწონა. ეს არის ბიზნეს ცენტრის Tower, Axis Towers-ის პრეზენტაცია, როგორც იცით. უშუალოდ დაიწყო ამ ბიზნეს ცენტრის მშენებლობა და ზუსტად ამის გამო შევეკრიბეთ მე. ჩვენ სიტყვით გამოსვლას ვამჯობინებთ, რომ სიტყვით გამოსულიყო Axis-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი და გაიხსნა პრეზენტაცია. პროექტმა კანდიდატმა და მისმა მონაწილეებმა შემოგთავაზეს ეს იდეა ამ პრეზენტაციის ამ დღევანდელი დღის გამართვის შესახებ და ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა იყო მათი მიერ გამოცხადებული.
ჩვენს მიერ შეკვეთილი ტორტი, რომელიც უშუალოდ Axis Towers მივუძღვენით, ძალიან ლამაზი იყო, მაკეტი იყო Axis Towers-ის თეთრი და შავი შენობებით და აგრეთვე მას ჰქონდა Axis-ის ლოგო და როგორც სტუმრები აღნიშნავდნენ, ტორტი ძალიან გემრიელი იყო, გაფორმებული ჰქონდა აგრეთვე შუშხუნებით და სამწუხაროდ იმდენად გემრიელი იყო ტორტი, მე მისი დაგემოვნება ვერ მოვასწარი. ჩავთვალეთ, რომ პრეზენტაციის დროს არ იქნებოდა ორიგო Axis-ის სუვენირების დარიგება. ეს საქმე პანტომიმის მსახიობს მიმართა. ეს რა არის? დღევანდელმა დღემ ჩაიარა ძალიან კარგად. ანუ ყველაფერი ისე დაგეგმილი ქონდა, ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხო გაწერილი, ყველაფერი შესრულდა და შესრულდა ყველანაირი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გარეშე. შემოსასვლელში ვეგებებოდი სტუმრებს, ვესალმებოდი მათ და ურიგებდი ჩვენ დიზაინით დამზადებულ ბუკლეტებს. Common Garden-ი ის არის ორიგინალური სასტუმრო, თავისი ორიგინალური და დიდი გამწონებული ეზოთი. ზემოთავიდით, სადაც პატარა სიურპრიზი გელოდება თქვენს ყველას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის და მასწავლებლისთვის. რატო არ ვაკეთებ? დარწმუნს რატო არ ვაკეთებ? მუსიკა მე ვფიქრობ, რომ პანტომიმის თეატრის მსახიობებმა საკმაოდ კარგი ეფექტი მოახდინეს სტუმრებზე, გარდა იმისა, რომ სანახაობრივად მიმზიდველები იყვნენ, ასევე საკმაოდ კარგად გაარჩეს სტუმრები. სასტუმროს პრეზენტაციის გარდა იყო ახალი შამპანიოს პრეზენტაცია, რომელიც წარადგინა გიო ხუციშვილმა. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი თელიანიველი სახალ ბრენდს. ეს არის კრიალა ღვინო TTDQV ესე გამოითქმება. გავხსნათ ერთი ბოთლი, ჩამოვაცხადოთ და მერე ყველამ დააგებოვნეთ
მე ვიცი რომ თქვენ გახდებით ნამდვილად ამის მომხმარებლები და შეიყვარეთ ჩვენ ახალ ბრენდს. ზემოთ. მოდი აბა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბოგდანებისთვის. ბოგდანეს და მისთვის ჩვენი ახალი ტრიალა ბრენდი. ეს ის არის ახალი საოცარი იყო ის, რომ ყველა სახეზე იყო გაოცება, ოღონდ კარგის მხრივ. ანუ ყველას მოსწონდა ეს ყველაფერი და ძირითადად ფეირვერკის შემდგომ ხალხი ტოვებს პრეზენტაციას და ჩვენ პრეზენტაციის შემთხვევაში ფეირვერკის შემდგომ საკმაოდ დიდი ხანი იყო შუალები, სანამ ტორტი მოვიდა, ტორტმა სამწუხაროდ დაგვიგვიანა, მაგრამ მაინც დაელოდა ყველა ტორტი. შო, აი ხა დადეთ. ხო, დაურეკე, კონდეს ხალხზე. დაჭერი. მე ვიტყოდი, რომ ყველაფერმა ჩაიარა არაჩვეულებრივად. იმის გამო, რომ ყველა, ვინც კი გვესაუბრებოდა, მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ყველაფერი იყო საოცარი, არაჩვეულებრივი. როგორ მოგწონთ? ძალიან გაიორგანიზებული. ბედნიერია ლუკა, ბედნიერები ვართ ჩვენ და ესეთი სიამოვნების განცდა ალბათ ძალიან სასიამოვნოა და ვფიქრობ, რომ დღევანდელმა საღამომ თავისი მისია უკვე შეასრულა. არამიშოს მადლობა. კარგით, მოდით დავიწყოთ იმით, რითაც წინა ბორდრომი დავამთავრეთ. დავიწყოთ თქვენი გუნდთან, მაგალითად, როგორ გონიათ, რატო აგირჩიათ ლუკამ თქვენ თანაგუნდელები? ჩემი აზრით, დამხმარეთ არჩევის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიტერიუმი უნდა იყოს ნდობა, ანუ ის ადამიანი, ვისაც ენდობი. რა თქმა უნდა, ასევე შესაძლებლობები და ის დამოკიდებულება, რომელიც იყო ჩვენ შორის პროექტის მანძილზე. დაახორ ერთ-ერთი თავი ნდობა იყო, მაინც აქ დავეთანხმები მაგის ნდობის მომენტი. მეც დავეთანხმები ნოდარის და მაერის, რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი იყო ნდობა და ჩვენ შემთხვევაში ასევე მე და უკას გვიმუშავია ერთად საკმაოდ კარგად და საკმაოდ კარგ პროდუქტიულად და კარგად გამოგვიდიოდა ერთ-ერთ თანამშრომლობა. კი ბატონო, თუ გაგიგვირდათ რომელიმე სულ არჩევლები გავაკეთოთ. თქვენ ხართ? ჩვენ მხარეს ალბათ მათაც მოარჩია იმ კრიტერიუმებით, თუ ვინ რა შევიყავით პლუსი. შეარჩია ხალხი ისე, რომ საბოლოო სურათისათვის სხვადასხვა სფეროში ძლიერი ადამიანები აერჩია. თქვათ, ჩემ შემთხვევაში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანალიტიკური აზროვნებით, ია შემთხვევაში რისკების კარგად კონტროლის, ოზა შემთხვევაში თავის ბევრი დადებითი თვისებით და რაც საბოლოო ჯამში ჩემი აზრით კარგად იმუშავა. რამაც რამდენად კარგი გუნდური თამაში იყო თქვენთვის მაგალითად? მე მასაცოსთან არასდროს არ მქონდა ნამუშევარი და უბრალოდ ვიცოდი მას იყო რაღაც სტერეოტიპი თითქოს ის არ იყო გუნდური, მაგრამ მე ეს საერთოდ ვერ შევამჩნიე.
მე მაშინ უფრო შევამჩნიე ლიდერის სახე, ვიდრე არაგუნდურობა. ეს შეიძლება იმისთვის გამოგასწრებული იქნას, რომ კი ბატონო, თეა შენ გითამაშია ბევრჯერ მაცაცოსთან. განსხვავდებოდა ეს ტური, იმიტომ რომ ამ ტურში შენ მისი კონკურენტი არ იყავი, მარტო თანაგუნდელი იყო ამაში რამე განსხვავება. მაცაცო ამ თამაში განსხვავებულად არ მუშაობდა. მან გამოავლინა ისევ ის ლიდერული თვისებები, როგორც სხვა თამაშებში ჰქონდა და მინდა აღვნიშნო მაცაცოს არაგუნდურობაზე ის, რომ მაცაცოს კონფლიქტი, ეგრეთ წოდებული კონფლიქტი მოდის მხოლოდ იმ ადამიანთან, ვინც არასერიოზულად ეკიდება საქმეს. ამას აღვნიშნავ მე და განსხვავებულობა არანაირად, უბრალოდ მაცაცომ კარგად გათვალა, რომ გუნდში აიყვანა ისეთი ხალხი, ვინც მას სჭირდებოდა. და ეს კარგად მოახერხა, გათვალა ისიც, რომ უჩა თუ აიყვან და იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სოსო, რადგან მათი ტანდემი, როცა ისინი ჩემებში თამაშობდნენ, ერთ-ერთი ძლიერი ბირთვი იყო ჩემების გუნდის. ეგრეა სოსო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნამდვილად ესე იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ თქვათ მაცაცომ არა მარტო ტანდემის გამოგვირჩია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სტატისტიკურად ის მოთამაშეები ვიყავით, ვინც ბოლოს ატოვეთ პროექტი. მიმდევრობით. ანუ შესაბამისად თუ პროექტიდან ვიმსჯელოთ, უფრო მეტი გამოცდილება ქონდა უპირველეს ყოვლისა პროექტში ყოფნის და გარდა ამისა ალბათ უფრო ძლიერი კანდიდატები ვიყავით, ვიდრე თქვა დანარჩენები. ეს ალბათ ამანაც იმოქმედა მაცაცოს არჩევანზე. აი შემიძლია თქვა მოწარშოზე. დავით ყველას განდავით. ნდობაზე საუბარი ალბათ არც უნდა იყოს, იმიტომ რომ აი რას ნიშნავს კონკურენტული ტური არ არის შენთვის, მასტუკი. კარგით, მარი, როგორ მენეჯერია ლუკა? ლუკა არის კარგი მენეჯერი, იმაზე კარგი, ვიდრე მე როგორც კონკურენტი გუნდიდან მას ხედავდი როგორც მენეჯერს. აი რა დაინახე ისეთი რაც ლუკა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია შესაბამის სიტუაციაში მოიქცეს აბსოლუტურად შესაბამისად, ისე რომ არც დაძაბოს სიტუაცია და არც ზედმეტად განტვირთოს სიტუაცია. ლუკა არის ასევე ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთნაირად მიუდგეს გუნდის წევრებს და ყველას გააკეთებინოს ის, რაც არის საჭირო იმ დროს, რომ გააკეთდეს. ამასთანავე, ლუკა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი იდეების დაჭერა, შეუძლია კარგი იდეების გენერირება და ასევე მის სრულყოფაში მოყვანა. ფაქტობრივად იდეალური მენეჯერი აღწერე. იდეალური მენეჯერი აღწერე და ძალიან მინდა რომ ეს ესე იყოს, იმიტომ რომ ლუკაში ეს ნამდვილად დევს. უარყოფითი თუ იყო რა ნაკლოვანებები ამ ტურიდან გამომდინარე, შენ ლუკას მანამდეც იცნობდი სხვა შორის. აი თუ გამოჩნდა ახლა რამე ისეთი რაც მოულოდნელი იყო. თითქმის არა ისეთი, თქვა ნაკლი და მინუსი ნამდვილად ალბათ ისეთი არა. არის დავეთანხმები. ლუკას ბევრი პლუსები აქვს ნამდვილად როგორც მენეჯერს რა. შეუძლია მართლა დაინახოს ადამიანს, აი რა შეუძლია რეალურად და არ მოთხოვს იმაზე მეტი, რაც შეუძლია. არ დაავალოს იმაზე მეტი, რაც შეუძლია. და ეს დელეგირება, რასაც ქვია, ზედმეტად არ გადადვიოს. მაგრამ თუ იმ ადამიანს მის თანაგუნდელს უბრალოდ მიაჩნია რომ მეტი არ შეუძლია, მაგრამ სიამოვნებაში შეუძლია გარე ლიდერის თვისება, რომ ვთქვათ უბიძგოს უფრო მეტისკენ. რა თქმა უნდა, თან მაგრამ წაახალისოს ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც თუ მეტი არ შეგიძლია, ამ შემთხვევაში ეს ჩვენს გუნდში არ ყოფილა, ეს უბრალოდ ზოგადად სხვა ალბათია რომ კონკრეტულად არა ზოგადად. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ დავალებას, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ თავზე არ ვაგებდით პასუხს, შესაძლებელია ვიდრე ჩვენ საკუთარ დავალებებს. კონკრეტულ მომენტში იყო ლუკასთან მეგობრობას მაკავშირებს და დამატებითი პასუხისმგებლობა იყო ჩვენ მხრიდან, რომ ყველანაირად თითოეულ ჩვენგანს რომ მეგობრული. მარინა, უფრო ადვილია ეგრეთ თამაში თუ უფრო რთული, როცა შენ თვითონ არ ახარ კონკურენტი გუნდის მენეჯერის? ჩვენ თანაგუნდებსაც ვეუბნებოდი, აი ჩემთვის უფრო პირადად უფრო ადვილი იყო, როდესაც მე არ ვარ კონკურენტი, უფრო მეტი რამე ჩავდე და ძალიან სასიამოვნო იყო ლუკასთან თანამშრომლობა და ემართლაც როგორც ჩემო თანაგუნდებმა აღნიშნეს, ესე იგი თავისუფლებას გაძლევდა. მაგალითად მე კონკრეტულად რაღაც საკითხს თქვი რომ მე მინდა ეს გავაკეთო, იმან თავისუფლებას ანუ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ავიღე და მგონი კარგად შევასრულებს. კი ბატონო, მოდი თქვენს იგივე კითხვას დაგისვათ, როგორ მენეჯერია მოსწავლე? დავიწყებ იქიდან რომ მე მათთან საერთოდ არ მქონდა გამოცდილება მუშაობის და ნუ როგორც აღნიშნეს უკვე ჩემო თანაგუნდელებმა რაღაც გარკვეული აზრი იყო რომ მათაც იყო არაგუნდური. მე პირადად არანაირი შთაბეჭდილება არ დამჩენე, ის იყო არაგუნდური, ეს ხო ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის და გამარჯვებისთვის იყენებს თავის გუნდის წევრებს. რეალურად არც არ ყოფილა შემთხვევა ჩვენ გუნდში რომ თქვა რომელიმე ჩვენთაგან იდეა ქონოდა და ეს იდეა არ განხილულიყო. არ ყოფილა შემთხვევა რომ თქვა რომელიმე თქვა წამოწყება არ ყოფილიყო ბოლომდე მოსმენილი ან გაწყვეტილი. ან
რაღაც ამგვარ ქმედებებს, რომელიც პრინციპში არსი არის არაგუნდურობის. ანუ მე მაცაცოს ქმედებას ისევ როგორც ჩვენი დანარჩენი გუნდის ძალიან დადებითად შევაფასებდი. და მე მინდა აგრეთვე იმედი გამოვთქვა, რომ ეს შეთამაშებული თამაში მაცაცოს მენეჯერობით და ჩვენი როგორც გუნდის წევრობით, რომელიც რაღაც გარკვეულწილად იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, თქვათ, რომ ეს ბოლო დავალებაა, გამარჯვებას მოგვიდეს. მაცაცო იყო მენეჯერი, რომელმაც კარგად გააკეთა ფუნქციების დელეგირება, თუმცა ყოველ წამს ახორციელებდა კონტროლს თითოეულ ჩვენთაგანზე. ყოველ წამს როგორ ახერხებდა? ყოველთვის აი თუ აუცილებელი იყო რაღაც დეტალები იყო, რაშიც უფრო გვენდობოდათ. თუ რაღაცა ძირითადი გადაწყვეტილება იყო მისაღები, მაცაცო ყოველთვის აკონტროლებდა ჩვენს ნაბიჯს. ანუ დელეგირების ხარისხი ოპტიმალური იყო? შენც ეთანხმები ამას? აბსოლუტურად მინდა დავეთანხმო და ეს ჩემი აზრით არის საკმაოდ კარგი თვისება. ორი რამ ჩავდება, ის რომ მას შეუძლია იყოს ლიდერი და ის რომ მას შეუძლია სხვასაც აკეთებინოს საქმე და რაც თავარი საკითხი არის, რომ არ გამოჩნდეს მენეჯერს ეს გადაამოწმოს. რაც ყოველთვის ხდებოდა. თუნდაც მე მებარა ფინანსური ნაწილი მოლაპარაკებები, მე ვახორციელებდი მოლაპარაკებას, მაგრამ ყოველი მოლაპარაკების ბოლოს მე ვიყავდი მაცაცოს, იმიტომ რომ მისგან იყო თხოვნა. და ეს კარგია, როდესაც თლიან სურათს ქმნის. კი, მინდოდა მე უნდა გამეკეთებია თქვა ეს ნაწილი, მაგრამ თვითონ საბოლოოდ იცოდა რა ხდებოდა ამ შემთხვევაში. კი ბატონო, კარგით, მოდით კონკრეტიკაზე გადავიდეთ. თქვენ შემთხვევაში ადგილმდებარეობის არჩევა, არ იყო აქტუალური დავალების ბუნებიდან გამომდინარე დაუშვათ, ხო? რაზე გაკეთდა ძირითადი შემოქმედებითი თუ კრეატიული აქცენტი მაშინ თქვენ შემთხვევაში? შემოქმედებით აქცენტს რაც შეეხება, ჩვენ ძირითადად გამოვიყენეთ სასტუმროს პრივილეგიები, ანუ რა ქონდა დადებითი, ან ძალიან დადებითი მხარეები სასტუმროს, რომ ის წარმოგვეჩინა, კარგად შეგვეფუთა და შემდეგ მოგვეწონებინა პუბლიკისთვის. ეს იყო სიმწვანე, ეს იყო ძალიან ლამაზი ბაღი, ეს იყო ასევე ორიგინალური კონსტრუქციის სასტუმრო, ასევე კარგად გაკეთებული და კომფორტული ოთახები, იყო აუზი, იყო მეორე ასევე თევზებიანი აუზი და ის გარემო, სადაც იმყოფებოდა სასტუმრო, ანუ კლდის პირი აქტიურად, ადგილმდებარეობა და ის პლუსები, რომელიც ჰქონდა სასტუმროს. ეს ყველაფერი ჩვენ თითქმის მთლიანად დავტვირთეთ, თითქმის ყველა პლუსი, რომელიც მას ჰქონდა, ანუ ყველა მწვანე ტერასა იყო ძალიან კარგად გამოყენებული, ასევე გამოვიყენეთ სიბნელის ეფექტი, ძალიან კარგად, ვფიქრობ. და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეფექტი, რომელიც ვფიქრობ, რომ იყო, მოახდინა ფეიერვერკმა, რომელიც დღის შუქზე ალბათ ნაკლებ ეფექტური იქნება. მარინა, როგორ მიდიოდა ეს შემოქმედებითი პროცესი და ბრეინსტორმინგი, თქვა, ლუკას მიყავდა, ყველა თანაბრად მონაწილეობდით, იყო ჯერ საერთო მონახაზი და მე დეტალებზე უკვე თქვენ ჩამოყალიბდით სათითაოდ მომზადების პროცესში, თუ თავიდანვე ყველაფერი გაწერილი იყო დეტალებში? ისე თავდაპირველად იმის შემდეგ, რაც ამ ჯგუფს შევხვდით და კონკრეტულად მივიღეთ ეს დავალება, შემდეგ წავედით სასტუმროში. იქ სასტუმროში, ლუკა რაღაც საკითხებს გვარებდა ბატონ დავითთან და მე და მარი იქ კონკრეტულად ფიქრობდით, როგორი დეკორაციების გაკეთება შეიძლებოდა. შემდეგ საღამოს ოთახში დავბრუნდით, დავსხედით 4-ვე და ზოგადი სცენარი დავწერეთ, ანუ რა ის მერე უნდა ყოფილიყო დაახლოებით, გავწერეთ ეს ყველაფერი, შემდეგ მეორე დღეს შევათანხმეთ უკვე ამ ჯგუფთან. მე მოგვიანებით რაღაც კორექტირებები შევიდა და შემდეგ თქვა, რომ ეს საერთო ნაფიქრი იყო. ბატონო, და იდეალური პროცესი იყო, მაგხრივ რამე ხო არ გაგეპარა თან დაგეგმვაში ან შესრულებაში? აი მაგას ისე როგორც დავგეგმოთ ყველაფერი, მაგას ვიძახდით ბოლოს რომ ერთი რომ დაგეგმო ყველაფერს და საბოლოოდ რომ მივიღეთ თითქმის, მაგრამ დეტალებს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ის რაც გვინდოდა რა. მაგას და რის ხარჯზე ეს ყველაფერი იყო ლუკას კარგი მენეჯმენტის და ჩვენი კონსტრუქციული მუშაობის, ჩვენი შემართების დომის ხარჯზე. კი ბატონო, თქვენ შემთხვევაში პირველი არჩევანი რაც გაკეთებული იყო არ აგებდებარება. მაცაცოს არჩევანი იყო თქვენი იდეა, რომელიღაც ეს ერთობლივი ჩვენ მქონდა რამდენიმე ადგილი, თქვათ, რამდენიმე იდეა, სადაც ჩატარებული იყო საერთოდ ეს პრეზენტაცია. ერთ-ერთი იყო დახურულ შენობაში სტანდარტული ვარიანტი, რომელიც ყველაზე ბოლოს განიხილებოდა, თუ თქვათ, უკეთეს ვერ შევარჩევდით, იგივე ცნობილი სასტუმროები მაქვს. იყო აგრეთვე სახურავზე, პენტჰაუსზე, სადაც ეფექტურად იქნებოდა პრეზენტაციის ჩატარება და იყო ღია ცის ქვეშ. ანუ ამაში განიხილებოდა როგორც ბაღი, ისევე რომელიმე სხვა არასტანდარტული ადგილი. და ჩვენ საკმაოდ ბევრი ადგილი მოვიარეთ უშუალოდ მუშაობის პროცესში. განვიხილოთ თქვათ იგივე მუსკომედიის თეატრის ბაღი, რომელიც საბოლოოდ დაკავებული აღმოჩნდა,
შემდეგ ვთქვათ, რამდენიმე სახურავი განვიხილეთ, მაგრამ სამწუხაროდ ის გუსკომი იყო დაკავებული, სხვაგან რაღაც არ მოხერხდა და ჩვენ შევარჩიეთ კუსტვა, კუსტვის ვთქვათ, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი მუზა, სადაც იდეალური ადგილი იყო ამ ღია ცის ქვეშ, ანუ იყო მოყუჩებული, იყო ცოტა შორს ქალაქიდან, იყო ბაღი და იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა თქვათ რაღაც გაუთვალისწინებულ შემთხვევაში იმას გულისხმობ, იყო აგრეთვე გალერეა, რომელიც აგრეთვე ძალიან ეფექტური იყო. ასე რომ ეს ადგილი, რომელიც ავარჩიეთ, აკმაყოფილებდა რამდენიმე იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ ბრეინსტორმინგში ჰქონდა. ანუ ესე ავირჩიეთ ჩვენი ადგილი. თეა, როგორ გონია, ოპტიმალურად გამოიყენეთ იმ ადგილის შესაძლებლობები, რაც იქნა არჩეული თუ? მე ვფიქრობ, კი, ეს ადგილი დაყოფილი იყო ტერასებად. და თითო ტერასა ავითვისეთ მიზნობრივად, იყო იქ ორკესტრი, სცენა, უშუალოდ ეს მაკეტი Towers's და ზედა სართულზე რო უფრო ყურებადი ყოფილიყო ის ნომერი პანტომიმის მიერ განხორციელებული, ჩვენ ავარჩიეთ, რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა თუ ზედა ტერასაზე გავშვით თალეფოშად და იქიდან მოხდებოდა ამ სცენისა და მაკეტის ყურება. და შემოსასვლელშიც გავაკეთეთ ისე, რომ ჩვენ ეს დრაფტით შავი ნამუშევარის სახით ქონდა წარმოდგენილი ექსკიზები თუ როგორ იქნებოდა Axis Towers-ი თანდათანობით ეტაპობრივად. და აგრეთვე ქონდა პლაზმური ეკრანი შემოსასვლელში, სადაც ტრიალებდა ეს არის გამორგული ამ Axis Towers-ის მშენებლობის და დაპროექტების. კი ბატონო. უჩა, რამდენად გაგიკვირდა მიდგომების თანხმედრა ორივე გუნდის შემთხვევაში, ჩვენ ერთად უყურეთ ფაქტიურად დავალებების შესრულებას და ბევრი ელემენტი იყო საერთოდ. პანტომიმა, ფეერვერკი და ასე შემდეგ. ეს ცნობილი ჩვენთვის გახდა მანამდე, ანუ მეორე პრეზენტაციის შემდეგაც, როდესაც ერთმანეთთან ვისაუბრეთ და მაშინ აბსოლუტურად გასაკვირი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მართლა თითქმის ყველაფერი დაემთხვა აბსოლუტურად. მაგრამ მე მიზეზებზე არ ვიცი მიზეზი რა იყო ამის, მაგრამ გაკვირვებით გამეკვირდა. ეთყობა ის, რომ სამი თვე მაინც ალბათ. ეს იყო ერთი, იმიტომ რომ ჩვენ ერთ დროს ყველანი ერთი გუნდი ვიყავით და ყველანი ერთად თამაშობდით. თქვენ არ გაგიკვირდათ, რომ ესე მოხდა, რომ ძალიან არ გაგვიკვირდა, იმიტომ რომ მე თბილისი არც ისე დიდი ქალაქია, რომ ბევრი მრავალფეროვანი იყოს. დამახასიათებელია ორკესტრი, დამახასიათებელია ყველა პრეზენტაციისთვის და და შენ რატო არ გამოიყენე შენი ესეთი საიდუმლო იარაღი, მე პოეზიას მოველოდი. რახა შეგუში იყო. პოეზია ერთხელ გამოვიყენე და ის ეწავა დამარცხდი და იმის მერე ცოტათი ფორმატში უნდა ჩავზეთ კაცათო შოუმენები. კი ბატონო, მარინა, მოდი შენგან დავიწყოთ. შენი აზრით ლუკას და მაცაცოს ყველაზე ძლიერი თვისება საერთოდ. ლუკას ძლიერი თვისება არის ის, რომ საკმაოდ გუნდურია და მე ვფიქრობ, აი ზუსტად ამ ადგილისთვის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი ვინც იქნება, აუცილებელია გუნდურობა, იმიტომ რომ მას მოუწევს არა მარტო იმ განყოფილებაში მუშაობა, მას მოუწევს სხვა განყოფილებებთან მუშაობა და საკმაოდ ბევრ ადამიანთან ექნება შეხება. ასევე საკმაოდ კომუნიკაბელურია, კარგად შეუძლია მოლაპარაკებების წარმართვა. ალბათ ეს იქნება მის ძლიერი მხარეა. გასათვალისწინებელი აზრია, იმიტომ რომ საქართველოს ბანკის თანამშრომელი ლაპარაკობს ამ შემთხვევაში. დოდარჩა, უკაცრავად, მაცაცოს ძლიერი თვისება, ყველა ძლიერი თვისება. მაცაცოს ძლიერი თვისება, მაცაცო, აუცილებლად ძლიერი თვისება, თქვა სუსტი შეიძლება. სუსტი თქვი თუ კი ბატონო. სუსტი ის არის, რომ ნაკლებად კომუნიკაბელურია და აი უჭერს თვითონ გუნდში მუშაობა. ძლიერი მხარე ის არის, რომ საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და საკმაოდ ისე კიდევა კარგად მისადმი დავალებულ საქმეს. უფრო პასუხისმგებლად უდგება საქმეს ვიდრე ლუკა? არა, არ მგონია. კარგი, ნოდარ შენ რა შეძლებს დაგვერო ძლიერი მხარები რა. ჩემთვის ლუკა პირველ რიგში არის ადამიანს, რომელიც ნდობა შეიძლება. ალბათ. ჩემ ცხოვრებაში და არ არის ბევრი ასეთი ადამიანი, ვინც ნდობა შეიძლება. პირველ რიგში ალბათ. რაზეც ემყარება საერთოდ ყველაფერი. მეორე კი არა, ბევრი ეს პლუსების ჩამოსვლა შეიძლება, მაგრამ ერთ-ერთი აქვს სწორი ხედვა საერთოდ. ეს სწორად შეფასების უნარი კონკრეტულ სიტუაციაში ექსტრემალურ თუ არის უცებ გადასახები, გადაწყვეტილება უცებ იღებს, თუ არის ანუ long term-ი დაждდება და წნარად და ჩვენურად იღებს გადაწყვეტილებას. ანუ სწორი ხედვა. კარგი, მაცაცოს შემთხვევაში. და მაცაცოს რომ შევიკავოთ თავში, ნო. ყველაფერი შეიძლება. ფინალია თუ ლაივია, რატომაც არ მარი.
აზრით ლუკა პირველ რიგში არის კარგი მენეჯერი. ლუკა არის ის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის როგორ დაგეგმოს, შემდეგ როგორ გაუკეთოს ამ ყველაფერს კორექტირება სიტუაციების შესაბამისად და შემდეგ როგორ განახორციელოს. ასევე თითქმის არ ეშლება მას ვის რა ფუნქცია დააკისროს, რამდენად ენდოს ადამიანებს და რამდენად აკონტროლოს მათზე დაკისრებული მოვალეობები. ჩემი აზრით ლუკა არის ადამიანი, რომელშიც ყველაფერი დევს იმისთვის, რომ ლუკა იყოს ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც ჭირდება საქართველოს ბანკს სტრატეგიული პროექტების მთავარი მენეჯერის თანამდებობაზე. კარგი, მაცაც რა შეეხება მაცაცოს დადების თვისებებს, მე ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე ბორდრუმში. მაცაცო არის ძლიერი ადამიანი. სოსო, იგივე კითხვა. პირველ რიგში მე რაც მაცაცოში დავინახე, ისევე როგორც ჩემ კონკურენტი ოდესაც იყო და ეხლა როცა ერთად თამაშობთ, ეს არის მისი გამოკვეთილი ლიდერობა. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ლიდერი და ლიდერი არის ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არის კრიტიკული თუ არაკრიტიკული სიტუაციები. და რა თქმა უნდა, ლიდერის ერთ-ერთი თვისება ეს არის მას შეუძლია კარგად მენეჯმენტი, დაგეგმა და განხორციელება. გარდა ამისა, მაცაცო არის ძალიან შემოქმედებითი და კრეატიული ადამიანი. ანუ ეს ორი თვისება უმთავრესი არის ლიდერი და არის შემოქმედებითი. ეს ჩემი აზრით არის ის, რაც ადამიანს ჭირდება, რომ ცხოვრებაში მიაღწიოს წარმატებას. ლუკას შესახებ რა თქვი? ლუკას შესახებ ვიტყვი, რომ მას ძალიან კარგად გამოდის ადამიანთან ურთიერთობა, კომუნიკაბელური. ბატონო. თეა. მათაცოს შემთხვევაში აღნიშნა, რომ როგორც სოსო აღნიშნა, ეს არის ლიდერი, ადამიანი, რომელთანაც მე დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება მაქვს და როცა კი კრიტიკულ სიტუაციაში ვარდებოდით, მე თუ ჩემი სხვა თანაგუნდელები მაცაცოს შეყურებდით, რომ იქნებ რაიმე გამოსავალი მოეწევნა და გაეკეთებინა. მაცაცო არ ერიდება არანაირ რისკს და მაქსიმალურად ცდილობს ხელში აიყვანოს გუნდი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. აგრეთვე ლუკაზე აღნიშნა ერთს, რომ ის კარგად ურთიერთობს ადამიანებთან და კეთილგანაწყობს მას თავისად. დავიწყებ ლუკათი. ლუკას დავეთანხმები იმ პლუსში, რომ მას კარგად შეუძლია ადამიანთან ურთიერთობა, პლუს ამას მას ის კარგად ფლობს როგორც წესი სიტუაციას. ამას ცდილობს. მაცაცოს რაც შეეხება, ჩემი აზრით ის იქნება კარგი მენეჯერი, იმიტომ რომ ჯერ მე რაც ვნახე, მას აქვს ლიდერობის თვისება და პლუს ამას ყველაფერს აკონტროლებს და პლუს ამას მას აქვს გამოცდილება მენეჯმენტის, რაც ყველაზე მთავარია. მას აქვს ბევრი პროექტები გაკეთებული, რომელსაც სჭირდებოდა მენეჯმენტი, როგორც მე ვიცი. და მე ეს დავინახე, რომ მას კარგად შეუძლია განახორციელოს დაგეგმოს საქმე, რა თქმა უნდა, დაგეგმოს თუ როგორ განახორციელოს და განახორციელოს შემდეგ. რამას მაგა რამე კითხვა ხო არ აქვს კანდიდატად? არა. მაშინ დიდი მადლობა. ძალიან კარგი იყო თქვენ კიდე ერთხელ ხილვა და იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ზოგ შემთხვევაში განაპირობებული გვაქვს, მაგრამ ეს ყველას ეხება. აბუჯერჯერა. გაბრძანდებოდეთ. საღამოშობეს. გამარჯობათ. გამარჯობა. მაცაცო, რამდენად რთული დავალება გამოვიდა? რთული, არა, გაცილებით საინტერესო ვიდრე რთული. რთული არ იყო. რთული ორგანიზების მხრივ არ ყოფილა. შენც იგივე სიტყვი არ იყო ყველაზე რთული დავალება. ცოტათი იყო სირთულეები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სრულად ახალი იყო ჩვენთვის და მე მიუჩვეველი ვიყავ პრინციპში. ანუ გადავლახით ყველაფერი და გამოგვივიდა. თუ ეგრე გაგიარდულდათ, ესე იგი, მართლა ამერიკული გზით უნდა წავსულიყავთ რა, იქ თუ გახსოვთ პირველი სეზონის ფინალში იყო პოლოს ტურნირი და გოლფის ტურნირი. სამწუხაროდ არც ერთი არის აქტუალური ჩერჩერობით ჩვენთან არც მეორე, მაგრამ კარგით, თქვენ თანაგუნდელებს რას თქვით, გაამართლა შენმა არჩევანმა? მე რა გათვლაც მონა გაკეთებული ჩემს სამივე გუნდზე, გაამართლეს და პირიქით გადააჭერბეს კიდევაც, იმიტომ რომ ძალიან მოტივირებულები იყვნენ და ამდენად არ ველოდებოდი თუ ესე დამიგდებოდნენ გვერდში. და ისიც მადლობა მინდა, ეხლა გადავუხატო. როგორ და რის ხარჯზე შეუქმენი мотиваცია, იმიტომ რომ პრინციპში ისინი მოსაგებად არ თამაშობდნენ. შენთვის თამაშობდნენ. პირველ რიგში ეს იყო მეგობრობა
ანუ ჩემთან ერთად მეგობრობა და რა ვიცი, რაც მთავარია ის, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენთან იყვნენ, ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ, კარგად გავუგეთ ერთმანეთს და უფრო შეთამაშებულები ვიყავით. ანუ მე გუნდის არჩევისას გასვლა გავაკეთე არა იმაზე, რომ ყველაზე ძლიერი კანდიდატები ან სიტყვაზე ხუთეულში მიწმოხდა. არამედ გასვლა გავაკეთე იმაზე, რომ ჩვენ ყოფილიყავით უფრო გუნდური, მთელი გუნდი ყოფილიყო შეკრული და ყველას გავეკეთებინა ის, რომ წავსულიყავით ერთი მიზნისკენ და ვიღაცა არ გამომყოფოდა და თუნდაც ხელი არ შეეშალა ერთი მიზნის მიღწევისათვის. კი ბატონო, მაცასო შენმა გუნდმა თუ გაამართლა? ჩემი აზრით გაამართლა. იმ სტრატეგიამ, რა სტრატეგიას დავისახე და ზოგადად ბრწყვალებში დავარქვა საკადრო პოლიტიკას და რა პრინციპითაც ავირჩიე, თანაგუნდელები, ნუ ზოგიერთი თავიდან გადაცემა ვნახე და ცოტა გაოცება გამოიწვია, რატომ მაინც და მაინც მე ავირჩიე, თქვა ცოტა არა, უკან დამასწრო. აქედან გამომდინარე, მე აბსოლუტურად სხვა მიდგომა მქონდა და არ იყო ეს მეგობრობის ნიშნით არჩეული, თქვა თანაგუნდელები, აბსოლუტურად თუ შეიძლება ისე თქვას, პროფესიული ანუ სიძლიერის ნიშნით შენი შეხედულება ხო? შენ სოსოსთან არც გითამაშია არასდროს, ანუ გარკვეულ რისკს არც უჩასთან. ბატონო, შენ შემთხვევაში ადგილმდებარეობიდან დაწყებული, ვთქვათ, უკვე კრეატივი ჩაერთო. შენ შემთხვევაში ადგილმდებარეობა მოცემული იყო, მაგრამ იძლეოდა ბევრი რამის გაკეთების საშუალებას. მოდი შენ დავიწყოთ, ყველაზე ძნელი რა აღმოჩნდა აი ამ ღონისძიების დაგეგმვის? ყველაზე რთული ის იყო, რაც უშუალოდ დღეს და საათს შეეხებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ აი აქ უკვე ავტომატურად შევიზღუდეთ და დროც გამოყოფილი შეგვიმცირდა, ასე ვთქვათ, ამ დავალების შესრულების. იგულისხმება ის თავიდან შაბათი და კვირა უქმე დღეები, როდესაც პრაქტიკულად ნებისმიერ ორგანიზაციასთან მისი დახმარებაც გჭირდება, თანამშრომლობა და ურთიერთობა პრაქტიკულად შეუძლებელია და მეორე მხარე ის, რომ იყო 14 ვთქვათ, ლუკას შემთხვევაში პარასკევი დღე გადაწყვეტილი და ჩვენ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ეს შაბათი და არ უნდა ყოფილიყო ეს ხუთშაბათი, ანუ 13. აი ეს 13 რიცხვი ან 13 რიცხვი საათის მორგება. გარდა ამისა, ადგილმდებარეობის შერჩევისასაც ბუნებრივია უფრო უპირატესობას მეორე მიმართულებითაც ვფიქრობთ, ეს არ იყო მაინც მწვანე მოლი და ბაღი, შეგვიძლია და ძალიან ყველაზე მაღალი შენობის, კარგად გაფორმებული ვერანდა სახურავი, რაც თბილისში ვერ ახმოვაჩინებს და ანუ ეს შაბათი ყველა მაღალი შენობა რემონტებოდა. დიახ, ან კერძო საკუთრება. რამდენად ოპტიმალურად იყო დრო შერჩეული? ჩემი აზრით, იმ მოწვეული სტუმრებისთვის, ასე ვთქვათ, რაზედაც პოზიციონირდებოდა ამ შემთხვევაში აქსისი და ეს თვალსახად აგვიხსნეს, ვინც უნდა ყოფილიყო, მათთვის ეს დრო მე ვფიქრობ, რომ იყო ოპტიმალური. ხუთშაბათიდან გამომდინარე დავწერე, იმიტომ რომ კვირის ბოლო არ იყო, შემდგომ იმისა, რომ ისინი საქმიანი ადამიანები არიან, დღის პირველი ნახევარი 6 საათამდე საშუალოდ მუშაობენ და გარდა ამისა 6-ზე ზუსტად არავინ იმოდის, სადღაც 7-ისკენ და დავნალებამდე და ეს პირველ რიგში აქსისიდანაც იყო შემოთავაზება, ეს ხო არის მოუცლელი. გვიან საღამოს ამის გაკეთება პრაქტიკულად იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგი დღე ისევ სამუშაო დღე ამთხრეოდა, ამ ხრივაც არ იყო მიზანშეწონილი. რაც შეეხება შაბათს, იგივე მიზეზით ქალაქიდან გადიან, ზაფხულია და ასე შემდეგ, ესეც რჩევა იყო მათი მხრიდანაც ჩვენს რო დავფიქრდით. ისევ ხუთშაბათი ვარჩიეთ. კი ბატონო. ლუკა, მომზადების და შესრულების პროცესშიც თუ იყო რამე ისეთი, რისი დელეგირებას მოახდინე თანაგუნდელებსა და მე რა თქვათ, ინანე, იმიტომ რომ თქვათ რაღაც ხარვეზები იყო შესრულებაში, ან არ რამდენად დაკონტროლებდი სიტუაციას მთელი დავალების მანძილზე? რა თქმა უნდა, ყველაფერს მეც ვერ გავაკეთებდი და შესაბამისად იმიტომ იყო ამდენი ხალხიც დამხმარეები და რაღაცეები გადავანაწილებ და ჩავთვალე, რომ გოგოების რაღაცეები გადავანაწილე და ისეთი დარგებები ვიცი, რომლებიც თვითონაც აინტერესებდათ და ანუ უფრო მეტი სტიმული ექნებოდათ ამის გაკეთებაში. სიტყვაზე ეს მოსაწვევების დაბეჭდვა, ბუკლეტების გაკეთება, მსახიობებთან ურთიერთობა. ანუ პრინციპში ვენდე მთლიანად, თუმცა ხდებოდა კონტროლი ყოველდღიურად, ტელეფონის საშუალებით, ანუ არ ხდებოდა რაღაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება ჩემი ნებართვის გარეშე. ანუ ჩემი ნებართვა ცოტა ისე ჟღერს. ჩემი სწორედ ჟღერს მენეჯერი იყო შე. ანუ მე ვწყვიტავდი საბოლოოდ კი თუ არა. ესენი თავაზობდნენ სხვადასხვა ვარიანტს და ხშირად ტელეფონის საშუალებით ხდებოდა პირდაპირ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მთელი ინფორმაციას მაწვდიდნენ. შენ შემთხვევაში
ჩემს შემთხვევაში შემიძლია თქვა რომ იყო დელეგირებული ფუნქციები, მანამ სანამ თუ იმ მომენტს არ ჩავთვლით, როდესაც იდეების გენერირება ხდებოდა უშუალოდ ადგილზე, საათზე და ასე შემდეგ. აქ ვიყავით ყველა თანაბარი, პირველ რიგში მეც მათსავე სიმაღლეზე მოვიაზრებოდი და ყველას ვუძლევდი ამის საშუალებას, პირიქით ხშირად ვეუბნებოდი რომ უფრო თამამად. და იმის შემდეგ რაც გადავიდა უკვე საქმე და გადაწყვეტილებები მივიღე საბოლოო მეედრო ადგილი და ასე შემდეგ. ჩემს შემთხვევაში ესე იყო, განხორციელებისას იყო აბსოლუტურად ცალსახად გაწერილი, ვის რა უნდა ეკეთებინა და კონტროლირდებოდა ეს ჩემი მხრიდან, როგორც ტელეფონით, ასევე პირადადაც. ძალიან ხშირი შეხვედრა. კი ბატონო, კარგით. მე მინდა რომ მაგას და რამას მოვუსმინოთ, იმიტომ რომ ესეთი ესწრებოდნენ დავალების მოზადების გარკვეულ ეტაპებსაც, თუმცა ერთი რამე მინდა აღვნიშნო, ხო, ყოველ შემთხვევაში ისეთ სტერეოტიპია ჩამოყალიბდა, თქვენ სხვადასხვა სტილის მოთამაშეები ხართ და ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ერთნაირი ელემენტი იქნა გამოყენებული ორივე შემთხვევაში. საინტერესოა ჩემი აზრით. მაკა დავიწყოთ შენ. დავიწყოთ. მე და რამაზმა ორივე გუნდის დავალების შეფასება გადავწყვიტეთ, ეს კი ერთი და იგივე კრიტერიუმებით შეგვეფასებინა. თითო კრიტერიუმს მივიჭერთ სამქულიანი სისტემა. ბევრი ვარ ვილაპარაკო, ვიტყვი რომ უკას შემთხვევაში 12 კრიტერიუმიდან 9 მიიღო უმაღლესი. ანუ 3 ქულა. დანარჩენმა 3-მა მიიღო 2. იქნებ ჩამოგვითვალო კრიტერიუმები, ეს ჩემსაც ახალი ცნობისათვის. კრიტერიუმებში შედიოდა, ესე იგი, რამდენად შემოქმედებითი მხარე, გართობა, თვითონ წარმოდგენა, ანუ პრეზენტაცია, ადამიანი, ვინც პრეზენტაციას აკეთებს, ანუ თვითონ ამ ღონისძიების, ადგილმდებარეობა, გამოხმაურება, ანუ რამდენად ადგილმდებარეობაზე ლუკა როგორ შეფასდა მაგალითად? ადგილმდებარეობას გამოყენებაც უნდა და შეიძლება იქ რამოდენიმე ტერასიდან ერთი გამოეყენებინა, ან რაღაც სხვა მხარე გამოეყენებინა. საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო, რომელიც სხვანაირად შეეძლო ათვისებინა. მუსიკა, გამოხმაურება, რასაც გულისხმობთ, რომ აი რამდენად ხალხი დამსწრე საზოგადოებისთვის ეს განსჯის და სალაპარაკო თემა გახდა მეორე დღეს ან მესამე დღეს, აი ესეთი რეზონანსი, აუდიენცია დამსწრე საზოგადოება, თუმცა აქ ალბათ არასწორი იქნება მათი თანაბრად შეფასება, იმიტომ რომ უკას შემთხვევაში ამ ჯგუფმა გაცილებით უფრო დიდი როლი ითამაშა სიაზე სტუმრების და მათ ალბათ თავიანთ საქმე უფრო კარგად იციან და იციან ვინ იქნებოდა სწორი სტუმარი. თუმცა ამას ოდნავ აკომპენსირებდა მაგთის ღონისძიება და ბასტილიის და ბასტილიის დღე, მართალია. ასე რომ ამიტომაც ხო, ადმინისტრირება, ანუ ორგანიზაცია თვითონ მთელი თავარი რაც არის პრინციპში ალბათ, ტექნიკური გამართულობა, ანუ ხმა, როგორ ისმის მუსიკა ყველა კუთხეში და ასე შემდეგ. საჭმელი და სასმელი და ვიზუალური გაფორმება. ეს იყო ჩვენი კრიტერიუმი. ძალიან სერიოზულად გიმუშავებდი რამაც. სერიოზული საქმეა. გავაცებული ვარ. შენ რა სიტყვი, ნუ პირველ რიგში აქსესის ღონისძიებაზე, ანუ მაცაცოს შემთხვევაში ამ კრიტერიუმებს ვხედავ რა. შეფასებები, როგორც მაკამ აღნიშნა, აბსოლუტურად იდენტური იყო კრიტერიუმები. მაცაცოსთან იყო უმაღლესი ქულა მიიღო მაცაცო 4 კრიტერიუმით და 2 საშუალო ქულა მიიღო 3 კრიტერიუმით. ვეთვლი რომ სუსტი მხარეებს გავამახვილე ყურადღებას, რა იყო სუსტი მხარე. ეს იყო ერთი რომ სიტუაცია თვითონ არსებული იყო, ალბათ თავადაც იყავით იქ და ნახავთ რომ ცოტა მოსაწყენი იყო ერთი. თვითონ პრეზენტერი, წარმომდგენი მესმის რომ ეს იყო ბატონი გიორგი ჭორიას პოზიციონირება როგორც აქსისის სახე, მაგრამ იქიდან გამომდინარე ტექნიკური წუნით არსებობდა, ნაკლებად ისმოდა ხალხში რას ამბობდა და რეალურად დაკარგა ღირებულება, იმიტომ რომ არავინ არ უსმენდა ეს. ადგილმდებარეობა იყო ძალიან ძლიერი, თვითონ ამორჩეული, რაც ორი აზრი ალბათ არ არის. რეზონანსი, რაც მაკამ აღნიშნა, რეალურად ესე შედარებითი იყო, თუ დაუშვათ ბომონტის პრეზენტაციაზე მეორე დღეს, მესამე დღეს ხალხი საუბრობდა, ამ შემთხვევაში ცოტა სუსტი იყო, საერთოდ რეზონანსი მოყოლდა. თავი რომ დავანებოთ მასმედიას რა, იმიტომ რომ ბომონტის შემთხვევაში იყო თითქოს ყველა არხი წარმოდგენილი, აქ მხოლოდ ორი არხი იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება თვითონ ერთი ყველაზე ძირეული დიდი მინუსი იყო ის, რომ თვითონ აუდიენცია დამსწრე საზოგადოება, პიროვნები ვინც დაპატიჟებული იყო, ვესაუბრე ქალაქის თავარ არქიტექტორს და აღმოჩნდა რომ მოსაწვევი საერთოდ არ მეუბნება. მე რენოსიებშიც ვნახე,
არ იყო სიაში და ასეთ ღონისძიებაზე როცა ტყუპები ახლა პროექტი ხორციელდება, მეგონი პირველ რიგში ქალაქის მთავარი არქიტექტორი ყოფილი. ძლიერი მხარე. უკაცრავად ადამიანები. ტექნიკური ხმა დინამიკებში იყო შიშინი და ალბათ უზრუნველყოფის პრეზენტერის ხმაც არის მოდა და რეალურად ხარისხი იყო ძალიან სუსტი. ძლიერი მხარეები, როგორც აღნიშნე, ადგილმდებარეობა, შემოქმედებითობა, ადმინისტრირება თვითონ, მათაც რეალურად აკონტროლებდა ყველაფერს, ვერას სტუქურებდი, სადაც თუნდაც საჭიროდ დახმარებოდა, იქ იყო. ფურშეტი თვითონ და ვიზუალური გაფორმება საკმაოდ ორიგინალური. მაცემ შენი კომენტარი. რომელზე უნდა გავაკეთო კომენტარი? ალბათ სულ მხარეებზე, ხო? ალბათ. დავიწყებ ბატონი გიორგი ჭყონიას გამოსვლით რა. იქიდან გამომდინარე, აქსისი განიხილებოდა გარკვეულწილად ჩვენს გამკვეთად ღონისძიების. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენი მხრიდან, რაც მიგვაჩნდა რა იყო თავიდანვე მინუსი რა. ჩვენ პრაქტიკულად გვერდოწილად იმის პრეზენტაცია, რაც უკვე ერთხელ ჩატარდა. აბსოლუტურად იგივე. უბრალოდ ერთადერთი ალბათ სხვაობა უნდა ყოფილიყო ის, რომ იგივე არ უნდა გაგვემეორებინა. აქსისთან საუბრის დროს მაქსიმალურად შევეცადე მე გამერკვია იმ პირველი პრეზენტაციის არსი რაობა და ზოგადად როგორი ფორმატით იყო, რომ მინიმუმ ეს მაინც ყოფილიყო განსხვავებული, გარდა იმისა, რომ დამსწრე საზოგადოება უნდა ყოფილიყო სხვა. ანუ ერთადერთი ახსნა აქსის ჰქონდა ის, რომ მეორე პრეზენტაცია ტარდება იმიტომ, რომ აქ ითვლება სტუმრები. ანუ იგივე წინზე გადადგმული ნაბიჯი არ იყო იქ მანამდე ტერიტორია, ეხლა არის საძირკველი, რაც ისევ და ისევ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არის პრობლემა. ქალაქის მთავარ არქიტექტორზე და იმ სამთავრობო ლოჟაზე მე ესე ვისაუბრებ, ეს პირველი პრეზენტაცია უბრალოდ მათთვის იყო გაკეთებული. დაჯდა როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ძვირი და აქცის იყო ცალსახად უკმაყოფილო იმ ორგანიზაციის მიერ, ვინც ეს მოუგვარა. თქვათ, იმიტომ რომ იქ რაღაც ამინდის პრობლემა შეიქმნა გადაიწია და სტუმრები არ მივიდნენ. იმდენი ვიდრე ეგონათ. და მეორე შემთხვევაში თვითონ აქსის კმაყოფილებას აღნიშნავ ჩვენი პრეზენტაციის მისამართით. იქიდან გამომდინარე, რომ გაუცდნენ აქ უკვე წარმოდგენილი სტუმრებით, თუმცა მე მანამდეც აღნიშნა, რომ არ ვიყავი კმაყოფილი, მეგონა რომ კაცი მეტი მომიტოდა. კიდევ რაღაც უნდა აღნიშნო, ტექნიკური ხმა თვითონ. ტექნიკური ხმა. ეს იყო ორგანიზაცია ფიზიკურად დროის სიმწირის გამო. ტექნიკაში ცოტა ცუდად ვერკვევით თითოეული ჩვენთაგანი, ამიტომ მის შემოწმებაში. ორგანიზაცია, რომელიც დავიქირავეთ იმისათვის, რომ აპარატურა მოეკირავებინა, ერთადერთი რაც შეგვიძლია გამოვიკითხეთ ის თუ სად და როგორ გამოიყენებოდა მათი აპარატურა და ეს ღირებულებს. აღმოჩნდა, რომ ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც მეტნაკლებად ჩვენ ვიცოდით და ეს აპარატურა თურმე მუშაობდა და მოვითხოვე ამაზე პასუხი მაშინვე, თუმცა ადგილზე ამის გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა დარჩენილ ნახევარსაათში, იმიტომ რომ იქ გაყვანილობა იყო რაღაცა ეს გაყვანილობა როცა მე ვიყავი მოსული, ხმაში უკვე ტექნიკური წონი იხსნებოდა. ამობდნენ რომ გამოსწორდებაო, იმიტომ რომ ეს იმის შემდეგ ჩაისვებაო თუ რაღაცა ის დეტალებზე იყო საუბარი და იმიტომ. კი ბატონო, მაგა ლუკას შემთხვევაში რა იყო ეს სამი ასპექტი, სადაც არ მიუღია ლუკას უმაღლეს შეფასება. უმაღლეს სადაც არ მიიღო, ეს იყო მე რატო დაუწერებ თქვათ ორიანი სამკორიანს ეს იყო აუდიენცია. ისე ხო გახსოვს ბატონი კახასიგავი ოროსნებზე, ამიტომ ორიანი არ არის უთიაბა. რა ვიცი, აბა. ესე იგი, აუდიენცია, დამსწრე საზოგადოება და სიები, იმდენად ლუკაზე არ მქონდა, ლუკასთვის არ დამისწერია ეს ნიშანი. გასაგებია, ანუ ამ ჯგუფმა მიიღო მაგასგან სამი არის. ხო, აი ესე ვთქვათ. ადგილმდებარეობას ჰქონდა ორიანი, იმიტომ რომ გასაგებია ესეც. და, გართობა, ესე ვთქვათ, იგივე დონეზე ვერ დავსვი, როგორც ადმინისტრაცია ორგანიზება და აი ამ კუთხით, ამიტომ მხოლოდ იყო ორიანი. ორიანიც არ არის თვითონ ნიშანი ამ სისტემაში, ასე რომ. კარგი. თვითონ დავალებაზე მე მგონი მეტნაკლებად გასაგებია. მოდით ორი სიტყვით შევეხოთ თქვენს მენეჯერულ და ასე შემდეგ თვისებებს. ახლა თქვენი თანაგუნდელების გამოკითხვის შედეგად და ვეკითხებოდით, როგორც ნახავდით ალბათ ორივეზე კომენტარს, ყველა ძლიერ თვისებებზე და ახლავთ ესეც სურათია. ლუკა გუნდურობა, კომუნიკაბელურობა, ნდობა, სწორი ხედვა, კარგი მენეჯერი,
კომუნიკაბელურობა, კარგად ფლობს სიტუაციას, რაც ალბათ იგივე არის კარგი მენეჯერი, მათაც პასუხისმგებლობა, ძლიერი ადამიანი, ლიდერი, რისკს იღებს თავის თავზე, კარგი მენეჯერი, ლიდერი. დაახლოებით ესეთი უკაცრავად კი იყო შემოქმედებითობაც იყო. კი, მართალია. თქვენი კომენტარები. საკმაოდ განსხვავებული თვისებები იკვეთება პრინციპში. Πώς ეს ერთ შეხედეთ თქვენი თანხმობის შეხედეთ. ობიექტური სურათია? მე ვთვლი რომ ობიექტურია, იქიდან გამომდინარე რომ ეს ხალხი მე მიცნობდა, იცოდა ვინც ვიყავი და ეხლა ზოგიერთებმა გამომცადეს როგორც მენეჯერი ასე ვთქვათ. მარისთან არ მქონდა მუშევარი, ნუდარისთან თავიდან და მარინასთან ცოტა ხანი მომიწია. ანუ ეს არის პრინციპში ის თვისებები, რომლებიც მართლაც გამაჩნია და ამას ხედავ ახლა. თუმცა სიტყვა ლიდერმა, არა მენეჯერმა, ლიდერმა მათაც შემთხვევაში უფრო ხშირად გაიჟღერა. შეიძლება. შენი კომენტარი? მეც მიხარია ის, რომ მაინც რისკი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ გარკვეულ რისკზე წახვედიო სოსოს და უჩას არჩევის შემთხვევაში, თესთან გამოცდილების მეტი პრაქტიკულად არაფერი მაქვს. თუ ეს დახასიათება დაიდო, ჩემზე მე გმოყოფილი ვარ. და ვეთანხმები ბუნებრივია. კომუნიკაბელურობა, უნდურობა, ნაკლებად. გავაკეთებ კომენტარს. ლიდერს ალბათ ეს თვისებები აუცილებლად ჭირდება. კომუნიკაბელურობა, უნდურობა, იმიტომ რომ კარგი ლიდერი ვერ იქნება, თუ კარგი გუნდის მოთამაშე არ ხარ. ანუ თუ ვერ ჭდები შენს გუნდში ლიდერობა ცოტა ნაგვარ საფრთხეა კომენტარი ვარ. შენი კომენტარი. კომუნიკაბელურობა განსაზღვრავს გუნდურობას, მე ამაში ესე არ ვეთანხმები, ეს ერთი და მეორე მე შემეძლია საკუთარი ნაკლების აღიარება და სწორედ ბოლო ტურში ვცადე აი იმის დახვეწა, თუ მაინც დახვეწას ეს ექვემდებარებოდა. და იქიდან გამომდინარე რომ უჩა და სოსო თეა აბსოლუტურად სამი სხვადასხვა ადამიანი, რომელსაც ერთმანეთთან ჰქონდათ გამოცდილება ძალიან ცოტა ხნის, მაგრამ ჩემთან ეს ერთად მუშაობის არა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი არ იყოფებოდნენ ჩემსავე სასტარტო სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მე კონკურენტი ვიყავი და კანდიდატი და ისინი უკვე შემდგომ. აი აქ ცადე მე ვთვლი რომ აქ ყველაზე მეტი გუნდურობა იყო საჭირო იმისთვის რომ ვთქვათ რა მოტივირება რა შეიძლება შეგვიძლია ადამიანს ხო როცა წარიცი ასიზა აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ აი ამ ტურში სრულიად ნეიტრალური სურათი ცადე რა ყოფილიყო და მე მგონი ამ ადამიანებს ჩემთან მე თვითონ ჩავატარე კიდე გამოკითხვა გუნდურობასთან დაკავშირებით არ ქონიათ პირიქით უჩასში და სოსოში მე მგონი გამოიწვია მითხრეს კიდეც იმის გაოცება რომ შენ გუნდში რომ აღმოჩნდითო აბსოლუტურად სხვა ყოფილა სურათი შიგნიდანო ეს უფრო გარედან ჩახსო შენი კომენტარი ლუკა თუ მაცაც ჩემი კომენტარი მე ვიტყვი რომ ლუკაც და მაცაცაც იმიტომ რომ აი ამ ბოლო დავალება ისეთი ძირითადი ნაწილი და ძირითადი კრიტერიუმი პრინციპში კი 12 ჩამოვწერეთ მაგრამ ძირითადი იყო ორგანიზება როგორ შეასრულებენ დავალებას ამას უყურებდით მეც და რამაზით პრინციპში და ორივე წინვალედ შეასრულა ყველას თავისი მეთოდი აქვს ესე ვთქვათ მართვის და ორგანიზების და ურთიერთობის დამყარების და ორივემ თავისებურად კარგად გაართვა ამას თავი ხა ლუკა თუ მაცაცო ჩვენ შემთხვევაში ორივეს ესე იგი რო ვაკვირდებოდით მე რო ვაკვირდებოდი ესეთი შაბეჭდილება დამჩა რომ ლუკა ჯესტი ადგილიდან გამომდინარე თვითონ პოზიციიდან ლუკას უფრო უნდა ეს და უფრო იბრძვის ამისთვის თავისი საერთოდ ინტერესიდან გამომდინარე მაცაცოს მე მგონი ცოტა სხვა ინტერესები აქვს გამარჯვებაზე არ მაქვს ლაპარაკი ამ პოზიციაზე მე მაქვს ლაპარაკი ზოგადად საბანკო სისტემაზე და ასე შემდეგ გავიგე რამაც შეიძლება ფაქტია რომ ორივე ძალიან ძლიერი კანდიდატია მე ერთ რამეს მაცაცოს კომენტარს გავაკეთებ მაცაცოს თვითონ ანალიზზე როცა მაცაცო ხსნიდა თვითონ სოსოს და თავის თანაგუნდელების აზრს რო გაკვირვება იყო არც ერთ არ დაუსახელები ხარ როგორც გუნდური მოთამაშე ამ შემთხვევაში ანუ ის როცა შენ გითხრეს ჩვენთან საწყორო ნათქვამი არ ყოფილა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ორივე ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან და გამოვა ისევ იქიდან რომ ჩვენი პოზიცია თვითონ რა გვჭირდება, ვინ გვჭირდება, უბრალოდია. ამ შემთხვევაში ალბათ მეც უფრო ლუკასკენ გადავიხრებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უფრო ჭირდება მოთამაშე, რომელიც არის გუნდის წევრი რეალურად, რომელიც
არის მიზანმიმართული კონკრეტული რომელსაც გააჩნია კონკრეტული მიზანი, აქვს კონკრეტული მიზანი, რაც არის დღიდან მოსვლისამე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს პროსტა მაცნობისა ლოკასი, რომ ამორზავოთ ერთ-ერთი მიზანი, რომ გახდეს ჩვენი სტრატეგიული პროექტების მენეჯერი. რატომღაც ესეთი ცდობა მე მაქვს რა რეალურად რა. შენი კომენტარი. თუმცა მაცაცო არ ვიცახი რომ მაცაცო არ უნდა დააკავდეს დაუშვათ სხვა ადგილას რა. ჩემი კომენტარი ძალიან მარტივი. საბანკო გამოცდილება ბუნებრივი არ მაქვს, მაგრამ პროექტების მართვა საბანკო გადმოსახედიდან არანაირად მაინტერესებს და ვთვლი რომ შეიძლება ამას ყოველდღიურად არ გამოვხატო ჰაბიტუსით რომ ეს მინდა და ვხვდები ამისთვის, მაგრამ ბუნებრივია მინდა და რადგან მინდა თითოეული ჰაბიტუსით სასახურში რაც არის. აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ თითოეულ ეტაპობრივად ვისახავ ყოველთვის პრობლემებს და ამ პრობლემას თუ დავაქმნით თითოეულ დავალებას მე საქმეში რეალიზდები იმისთვის რომ საბოლოო მიზანი ეს არის. შეიძლება ამის ვერბალიზებას არაპირდაპირად ესე ვახდენით თორემ ნაკლებად. შენი კომენტარი. ავიც ყველაფერი ითქვა. რა მინდა და რისთვის მოვიდი ამ პროექტში. და ყველაფერი გავაკეთე. ყოველთვის ყველა ეტაპზე თამაშობდი იმისათვის რომ გამემარჯვებინა და არასოდეს არ მქონია რაღაცა სხვა მიზნები. ანუ მივიდიოდი ყოველთვის წინ და მოვიდი აქამდე. ნახოთ. კი ბატონო, მაშინ ახლა ჩემი კომენტარი. პირველ რიგში ჩვენ დღეს ნახვამდის არ ვეთქვით არც ერთს. იმ გაგებით რომ ორივე იმდან ძლიერი კანდიდატები ხართ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენი სურვილია რომ ორივე საქართველოს ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში გიხილოთ. ეს ერთი. რაც შეეხება ამ კონკრეტული დავალების შესრულებას და თამაშია და შესაბამის კრიტერიუმები გვაქვს, მათ შორის ამ ეპიზოდში მე და რო ფინალია. აქედან გამომდინარე და ასევე ალბათ აი ოდნავ უფრო დაბალანსებული თვისებებიდან გამომდინარე ამ კონკრეტული პოზიციისთვის ლუკა გილოცავ გამარჯვებას. არა მათაცო აკაფილი გილოცავ შენ დამსახურებლად გაიმარჯვე. შენ მართლა ძალიან სტაბილურად ითამაშე, ძალიან კარგად. იმასაც ვიტყვი რომ მე შტაბეშლი მქონდა რომ შენ პირველი ტურიდან იყავი დარწმუნებული იმაში რომ შენ შეგიძლია ფინალამდე მოღწევა და აი ეს განცდა ქონდა რომ ასე ვთქვათ შენი ძლიერი მხარეები იცოდ. სხვა შენ შემთხვევაში ეგრეა. ამიტომ შენს მინდა მოგილოცო როგორც კარგი თამაში ისე ფინალში გასვლა. და შენ შემთხვევაში აღარ დავიწყებ ამ პადაღებულ გუნდურობაზე მესაუბარს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხედავთ ლიდერის ძალიან კარგ თვისებებს შენში და დღეს ამის გაჟღერება მე არ შემიძლია გარკვეული კომერციული მოსაზრებების გამო, ან კონკურენტული მოსაზრების გამო, მაგრამ ხვალ თუ მოხვალ ჩვენთან 12 საათზე გაგიჟღერებთ შენ შემთხვევაში რა პოზიცია იქნება, რომელიც ცოტა უფრო ალბათ შენ ძლიერ მხარეებს მიესადაგება და ცოტა უფრო აკომპენსირებს შეიძლება აი შესაძლო თუ სავარაუდო სუსტ მხარეებს. თუ გილოცავ შენს. მიუხედავად იმისა, რომ თქვა წმინდა ეგოისტურად ჩვენ ალბათ გვინდა რომ ხვალინავე გიხილოთ ორივე საქართველოს ბანკში, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ დასვენება, ძალიან დაძაბული და რთული სამი თვე გაიარეთ, ამიტომ სანამ თქვენ მოვალეობებს შეუდგებოდეთ, ასე ვთქვათ, კომპანია ინტერტურმა ორივე შემთხვევაში გადაწყვიტა რომ დაგაჯილდოვოთ თურქეთში ტურით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ამ შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე. ამიტომ მადლობა კომპანია ინტერტურს. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა კანდიდატს კარგი თამაშისათვის, ძალიან საინტერესო სეზონისათვის. მადლობა გადაუხადო ჩემს თანაშემწეებს ამ შემთხვევაში. ძალიან
ბევრი რამის ჩემთვის გამარტივებისათვის და ვთქვით რეალურად ძალიან მარტივი იყო ამ პროექტის წაყვანა, იმიტომ რომ ორი ძალიან ძლიერი თანაშემწე ყავს. დიდი მადლობა რუსთავიოს და პროგრამის ავტორებს და პროდიუსერებს, ანუ ჭელიძეს, ირაკლი გაგაბაძეს და დათო გუჩაიშვილს და ყველა მათ კოლეგას, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს და თქვენს გულშემატკივარს. გილოცავთ უყველა სამ სეზონის დამთავრებას. ლუკა, გილოცავ კიდე ერთხელ. შენ დღეიდან სტრატეგიული პროექტების მართვის მთავარი მენეჯერი ხარ. მათაც შენ ხვალ დაგელაპარაკებით და რა ვიცი. ჯერჯერობით. Thank you.